და ამბავი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ტელეკომპანია რუსთავი ორში მოსასმენი მოწყობილობებია აღმოჩენილი. ამ ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ მათ მისსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერები იპოვეს. ანა ლაპიაშვილი მოგვიყვება პრესკონფერენციის დეტალებს და იმას, თუ რას აცხადებენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ბრიფინგის შემდეგ. როგორია რუსთავი ორის პოზიცია, ანა გისმენთ. ბრიფინგი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საუბარი დაიწყო ბოდიშით იმ წლების გამო, როდესაც ის მუშაობდა ყოფილ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე და თავადაც აწარმოებდა მოსმენებს და ჩაწერებს და მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ყოველთვის ლეგალურად და თანამდებობის შესაბამისად ახორციელებდა ამ ყველაფერს, დღეს ნანობს, რომ ხდებოდა ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევა და აღნიშნავს იმას, რომ მოქმედი ხელისუფლება უკვე რუსთავი ორში ახორციელებს იმას, რასაც ის თავად აკეთებდა, კონკრეტულად საუბარი არის მოსმენებზე და ფარულ მიყურადებაზე. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათ კონკრეტულმა წყარომ, რომლის ვინაობაც უცნობი არის, გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოტანილი ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული არის თავად ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის კაბინეტში გადაღებული ვითარება, ასევე მასთან ერთვის აუდიო მასალა, ანუ კადრები არის უკვე ხმოვანი და შესაძლებელი არის იმ ინფორმაციის მიღება, თუ რაზე საუბრობდნენ რუსთავი ორის მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები და ჟურნალისტები თავად ამ შენობაში. როგორც რუსთავი ორის გენერალური დირექტორი აცხადებს, ის მოითხოვს ხელისუფლებისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ამბობს, რომ თავად კამერები ვერ აღმოაჩინეს და მოითხოვს, რომ შემოწმდეს ასევე ტელეკომპანია რუსთავი ორი. ხელისუფლებას ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, კომენტარი გაკეთდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის მხრიდანაც. Hai, все, გადავწყვიტეთ, მე არ მიყვარს ბევრი ამბავი. არ ვიცი, გადაწყვეტა, ეხლა დავწყვეტე. გადავწყვიტეთ, დათვალოს მეტავს. ხო, მაგას გონი. ეს რა ჩვენ თქვი ეს გვინდა. ბაზარი თუ ხარჯია, ხო, რომდე გავა. ბაზარი რაზეა, იცი რომ ეს მე 72-დან 36 ავიღო თუ 42. რატო გადამდექიო? ამიტომ ამ კანონის. ვარცერო დანიშნავ რა. შეუნარჩუნო ისა უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა აკადემიურმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმატორის ცნობით, რომლის არ გამხელისუფლებასაც ვიტოვებთ, როგორც მედია, არსებობს კიდევ რამდენიმე ათეული ფაილი, რომლებიც ასახავენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრების და შეხვედრების ჩანაწერებს. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ძალებით აღმოგვეჩინა სათვალთვალო ტექნიკა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩვენს მიერ აღმოჩენილ იქნა მხოლოდ სპეციფიური ნახრეტები, რომელიც ჭერში არის გაკეთებული, თუმცა ვიდეო კამერები იქ არ გაქვს. ხელმოწყობილიდან გამომდინარე მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას. პირველი, შეწყდეს ჩვენი მედიის უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება. მეორე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ უშუალო დამნაშავეები და ასევე ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც მიღებული აქვს უკანონო გადაწყვეტილება ან გაცემული აქვს უკანონო დავალება, ან რომლისთვისაც ცნობილი იყო უკანონო ქმედებების განხორციელების თაობაზე და არ მიიღო აუცილებელი ზომები მათ აღმოსაფხრელად. ველით ამ კითხვაზე პასუხს და დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და მოხდება საკმაოდ მოკლე დროში ამ ყველაფრის გამოძიება და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ბუნებრივია, აქ მდგომ მე ყველა ჟურნალისტის და ჩემი კოლეგების სახელით ვლაპარაკობ, აქ მდგომი ადამიანების კითხვებს გაეცემა პასუხი. არა, მე უბრალოდ მინდა მიმართო ჟურნალისტებს, ჩვენს კოლეგებს, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ პროცესში. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არის საქმე მხოლოდ რუსთავი ორში. ეს არ არის მხოლოდ რუსთავი ორი. ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მხოლოდ იმისთვის, რომ ხვალ ზეგ და მომავალში სხვა მედია საშუალებები არ აღმოჩნდეს ზუსტად ანალოგიური პრობლემის წინაშე. როგორც ჩვენ რუსთავი ორის გენერალური დირექტორისგან მივიღეთ ინფორმაცია, ვიდეო მასალა მისი წყაროს ცნობით გადაღებული არის არა მხოლოდ ტელეკომპანია რუსთავი ორის შენობაში, არამედ მის გარეთაც და კონკრეტულად რუსთავი ორის ჟურნალისტებს და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს და ასევე გენერალურ დირექტორს შეეხება, თუმცა ამ ბრიფინგის გამართვამდე რუსთავი ორის ხელმძღვანელობა შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, კამპანია ეს შენ გეხებას წევრებს, მათ მიაწოდა ეს კონკრეტული ინფორმაცია და როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ მათი მოთხოვნა აუცილებლად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და უნდა შეწყდეს ფარული მოსმენები და ფარული მიყურადება და კანონი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი მოთხოვნა იქნება ის, რომ გამოძიება დაიწყოს და გამოძიების პროცესში გაეცეს
პასუხი იმ კითხვებზე, რაც ახლა გვაქვს, რომ ვინ გამასშტაბით, რატომ გააკეთა ეს და აუცილებელია დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სამართალდამცველმა ორგანოებმა, შესაბამისმა ორგანოებმა ბუნებრივია ვისაც ეხება ეს, უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, როგორ, რა ვითარებაში, რა მიზნით და რანაირად ხდებოდა ამგვარი ფარული მიყურადღება კონკრეტულად ტელეკომპანიის შენობაში. ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ამ ინფორმაციის გაჟონვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რადგან ნიკა გვარამიამ დაასახელა წყაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 2013 წელს არის ეს ყველაფერი დაფიქსირებული, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლება სულ რამოდენიმე დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ ჩვენი კამპანია ისევ გვისმენენ არის სახელმწიფოს ძირს გამომთხრელი საქმიანობა, რომ არ გვისმენს ახალი ხელისუფლება და ესეთი პრაქტიკა დამკვიდრებული არ არის. სამწუხაროდ ის რეაგირება, რაც ჩვენ პრემიერისგან მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ჩვენ თურმე ძირს გამომთხრელ საქმიანობას ვეწევით არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში, ეს იყო რეალურად პრობლემიდან გაქცევა. და ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს პრობლემა რეალურად გასცა, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების პასუხი იქნება ადეკვატური. ძალიან შეშფოთებული ვარ, თამთალი გითხრათ, იმიტომ რომ მეშინია არ გაიხსნას ეს ყუთი და არ გადმოეყაროს დიდი ნაგავი, ამიტომ ჩვენ თვითონ მედიის წარმომადგენლებს ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა მიცეს საშუალება 1000 არანორმალურს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება აფეთქოს შიგნიდან. იმიტომ რომ დამიჯერეთ იმდენი ნაგავია დაგროვებული, რომ ამის გამოტანა გარეთ ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფარული მიყურადების ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მაქსიმალურად ეფექტურად უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეხება მედია საშუალებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი უკანონო მიყურადება არის უკანონო, მაგრამ როდესაც საუბარი არის მედია საშუალების საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია და ამ მხრივ აუცილებელი არის დაუყოვნებლივ ეფექტური გამოძიების დაწყება. ტელეკომპანია რუსთავიორის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი ინფორმატორი არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის არის მოსასმენი აპარატურა და კამერები დამონტაჟებული შენობაში. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი რუსთავიორის გენერალური დირექტორის განცხადებაზე. მათ განმარტეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ მედიასთან უკვე უწყების პოზიციასთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ამ დრომდე პოზიცია დააფიქსირა მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილმა, რომელსაც კითხვა თავად ჟურნალისტებმა დაუსვეს და მან კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნია ის ფაქტი, როდესაც ჟურნალისტებს ტელევიზიაში ფარული მოსმენებით უსმენენ. მადლობა ანა, ეს ანა ლაპიაშვილი იყო.